ორნიკე თოხაძე ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე გვერდება პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა თორნიკე თქვენი დროისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში აუცილებლად უნდა დავიწყოთ, რა ცვლილებებს ითვალისწინებს ეს ახალი კანონპროექტი და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ IT სექტორში დასაქმებულებს მისცენ ბინადრობის ნებართვა და რეალურად თუ გამოასწორებს ეს ნაწილი სექტორში არსებულ გამოწვევებს. მოგესალმებით ელენე, აუცილებელი და მნიშვნელოვანი არის ხაზგასმა გავაკეთოთ იმაზე, რომ ერთის მხრივ ჩვენ ვიღებთ სურათს, რომელიც საქსტატმა წარმოადგენს, სადაც თითქმის 100%-იანი ზრდა ფიქსირდება და მეორეს მხრივ ჩვენ ვიღებთ ამ 100%-იანი ზრდის პირობებში საერთაშორისო კომპანიებიდან მათ შორის გადინებას პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური ადამიანების, კადრების. შესაბამისად, ამ ნაწილში ცოტა უცნაურია და ჯერ ჩვენ არ ვფლობთ მკაფიო სურათს ზრდასთან დაკავშირებით, ჩაშლილი მონაცემები არ გვინახავს, მაგრამ ჩვენ ვარაუდობთ, რომ ეს ზრდა არც თუ ისე რეალურად გამოიყურება და ამიტომ ბევრი კითხვითი ნიშნები ჩდება ამასთან დაკავშირებით. ანუ თუ სწორად გავიგეთ, თქვენთვის ეს დაახლოებით 100%-იანი ზრდა, რაც საქსტატმა გამოაქვეყნა, არ არის რელევანტური? მოდით ლოგიკურად რო შევხედოთ, თუ ამხელა გადინება გვაქვს, მაშინ ჩვენ უნდა გქონდეს ბუმი დასაქმების მიმართულებით, იმიტომ რომ 100%-იან ზრდას პრაქტიკულად ვერ გაუძლებდა რეალურად დღეს მოქმედი IT სექტორი ჯამურად. მე გულისხმობ ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით, საერთაშორისო დასაქმებულების და ასე შემდეგ, ლოკალური ესე იგი მოქალაქეების, რომლებიც დასაქმებულები არიან IT სექტორში, ამიტომ აქ ბევრი კითხვითი ნიშანია და უმჯობესი იქნება დაველოდოთ ალბათ ამ მონაცემების, ასე ვთქვათ, ჩაშლას და ანალიზს და შემდეგ უფრო მარტივი მაშინ კითხავთ იმასაც, თქვენი აზრით, რაში დასჭირდებოდა საქსტატს, რომ მაგალითად აი რაღაცა ეს მონაცემები გამოექვეყნებინა და ხელმისაწვდომი ყოფილიყო მოკლედ ყველასთვის, ანუ აი რა ახსნა შეიძლება რომ მოუძებნოთ ამას? მათ შორის ის, რომ ეკონომიკის ზრდისთვის იყო რაღაცა კონტრიბუტორი ეს ნაწილი, თუ აი რატომ დასჭირდებოდა, რომ მსგავსი სამბეჭდავი რიცხვები გაეზიარებინათ? მე ვფიქრობ, რომ რეალური ზრდაც არ იქნებოდა არაშთამბეჭდავი, თუმცა 100%-იანი ძალიან მაღალია და ანომალიურად მაღალ მაჩვენებელთან გვაქვს საქმე, რაც IT სექტორში არ იგრძნობა ჩვენი ასოციაციის წევრების თან აქტიური კომუნიკაციით და ინფორმაციის გაცვლის შედეგად ჩვენ ცხადია ვფლობთ ინფორმაციას და უფრო მეტიც საჯარო სივრცეში გავრცელებული საქსტატის წინა მონაცემებით ჩვენ ხედავდით აბსოლუტურად კლებას. რეალურად ეს კლება 2024 წლის ბოლოს უკვე პროგნოზირებადი იყო და თქვენ თუ გახსოვთ ყურადღება რომ მიაქციოთ ერთ დეტალს, საუბარი ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით დაიწყო 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. ანუ მაგრამ შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ეს პროცესი გარკვეულწილად შეფერხდა და ეხლა უკვე დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. თუმცა პრობლემა ეს არ არის თვითონ ბინადრობის კანონთან დაკავშირებული საკითხი. რა შეიძლება მოვუძებნოთ ამასაც, რომ ახლა უკვე დაჩქარებული წესით განიხილავენ, ანუ რაში სჭირდებათ ეს რეალურად? თვითონ ინიციატივაში რაც არის მითითებული და ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, ეს იყო გამოსწორება კლების, ანუ ის ღონისძიებები, რომელიც გატარდა 2020 წლის ოქტომბრიდან, ანუ 4-5 წელი გავიდა უკვე პრაქტიკულად მე-5 წელი მიმდინარეობს, არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, ამას ჰქონდა მოკლევადიანი ეფექტი და შემდეგ ხედავდით უკვე სტატისტიკურად, რომ მიმდინარეობდა კლება. შესაბამისად არსებობს გაჟღერებული აზრი თვითონ ინიციატივაში იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინიციატივა მიმართულია აი ამ კლების, ასე ვთქვათ, უკუშედეგის მისაღებად და რომ აღმოფხრან, ესე იგი ის დანაკლისი, თუნდაც ბიუჯეტიდან და შემოსავლების ნაწილიდან, სადაც ფიქსირდებოდა კლება. თუმცა ეხლა იმიტომ იქნება გაურკვეველი სიტუაცია, რომ მეორეს მხრივ ახალი მონაცემები გვაქვს, სადაც რადიკალური ზრდა არის და ჯერ მიღებული არ არის
ეს კანონი ასე ვთქვათ არ არის შესული მოქმედებაში და ანუ ეს ამაზე ვერ მოახდენდა გავლენას, ამიტომ ძალიან ბევრი კითხვითი ნიშანი არის. თქვენი აზრით საიდან გენერირდებოდა ეს სამხელა ზრდა და თანხა ზოგადად აი ამ პირველ კვარტალში, ანუ აი როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ მათ შორის ეს ნაწილიც? სიმართლე გითხრათ, მაგაზე ზუსტი პასუხისგაცემა არ შემიძლია, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ რეალური მონაცემები, ანუ რეალური კომპანიების, რეალური მაგალითების მიხედვით გითხრათ, რომ ეს არ უნდა იყოს რეალური რიცხვი 96% და რასთან გვაქვს საქმე, დათვლის მეთოდოლოგიასთან გვაქვს თუ იქ სხვა რაღაცებია გათვალისწინებული, მოკლედ ეს გასარკვევია და არ არის მკაფიო ამ ეტაპზე. აი თქვენი გადმოსახედიდან დაახლოებით რეალობა რა არის, ხო, რამდენად არის რადიკალურად განსხვავებული და ასევე აი პროცენტებშიც რომ გითხრათ, მაგალითად უკვე გვეუბნებიან რომ დაახლოებით 100%-იანი ზრდა იყო, აი თქვენ ამ მაგალითების შემხედვარე რა შეგიძლიათ მათ შორის პროცენტების სახითაც გითხრათ თუ არა 50%-იანი ზრდა იყო, 40%-იანი უფრო ნაკლები თუ აი რის ფარგლებში მერყეობდა მოკლედ? ჩვენთან პიკური ზრდა 50% დაფიქსირდა და ეს იგრძნობოდა, ეს იყო რეალური ზრდა იმ შემთხვევაში, როდესაც იყო შემოდინება, ასე ვთქვათ, რელოკაცია ხდებოდა საქართველოში ბიზნესების და ამ დროს ექსპორტიც იზრდებოდა და ეს ყველაფერი მოდიოდა ერთმანეთთან თანხვედრაში, მაშინ იყო 50% და იგრძნობოდა ყველა პარამეტრში. ეს არის დასაქმების პარამეტრი, გამოცხადებული ვაკანსიების პარამეტრი და ამ შემთხვევაში დღეს ჩვენ გვაქვს განსხვავებული სურათი, სადაც ქვეყნიდან გადინების მაჩვენებელი მაღალია, გამოცხადებული ვაკანსიების მიმართულებით დაახლოებით 20-25% შემცირებულია მოთხოვნა, რაც შეეხება ექსპორტს ნახეთ, რომ ბოლოს 12% დაფიქსირდა, მაგრამ ნუ ჯამურად თუ დავთვლით, სადღაც დაახლოებით 30%-მდე ადის, ამიტომ ეს მაჩვენებლები ერთმანეთთან ვერ მოდის კორელაციაში ამ ეტაპზე და ჩვენც მუშაობთ იმაზე, რომ დროულად გავარკვიოთ რა ვითარება, რა ხდება ამ რიცხვების უკან. პრინციპში ის რომ შემცირება არის ახლა ამ სექტორში, უნდა იყოს თუ არა ეს მათ შორის ლოგიკურიც იმის გათვალისწინებით, რომ აი ეს მნიშვნელოვანი და ნახტომისებური ზრდა, მათ შორის რაც აი 2023-შიც ჰქონდა, ხო, და მათ შორის რეკორდული ზრდა იყო შემოსავლების, დაახლოებით $700 მილიონ დოლარსაც კი აჭარბებდა. ეს იყო გამოწვეული, ხო, ანუ მიგრანტების ეფექტით ხსნიდით მაშინაც და პრინციპში ახლაც ასე შეგვიძლია რომ ვუწოდოთ და დღეს არსებული მდგომარეობა არის თუ არა უფრო ლოგიკური, რომ აი რაღაცა შემცირების ტენდენცია ფიქსირდებოდეს უკვე აი ამ სექტორში. მით უმეტეს თუ დავუმატებთ უკვე აი იმ პოლიტიკურ არასტაბილურობას და იმ გარემოს, რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში. დიახ, ბოლო საქსტატის მონაცემებით და რეალური კომპანიების რეალური ინფორმაციაზე დაყრდნობით შემცირების პროცესი გრძელდებოდა. ვიდრე ჩვენ არ ნახავდით საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ამ მონაცემს, რამაც გააკვირვა მთლიანად IT სექტორი და მე მგონი ეკონომიკის ყველა მიმართულება, იმდენად რადიკალური იყო ეს ზრდის მაჩვენებელი, რაც დაფიქსირებულია საქსტატის ანალიტიკაში. შესაბამისად, თუ ჩვენ საუბრობთ მიგრაციულ ეფექტზე, მიგრაციულმა ეფექტმა, ასე ვთქვათ, თავისი როლი შეასრულა. ამოწურა თუ არა სრულყოფილად უკვე აი ეს ეფექტი, მათ შორის აი მიგრაციული ეფექტი უკვე არის თუ არა სრულად ამოწურული ეს კონცეფცია? არ ამოწურა და დიახ, არა, ამოწურული არ იყო, იმიტომ რომ დღეს საქართველოში ძალიან მაღალია გადინების მსურველები, როგორც კომპანიები, ასევე პროფესიონალები, რომლებსაც სურთ დასაქმება სხვადასხვა მიმართულებებზე. აქ ერთი კიდევ მნიშვნელოვანი პარამეტრი შემოდის, რომელიც გასათვალისწინებელია, ეს არის კონკურენცია რეგიონში, სხვადასხვა ქვეყნები თავაზობენ უკვე საგადასახადო შეღავათებს და იქ სხვა პარამეტრები, ასე ვთქვათ, ცოტა შედარებით კიდევ უკეთესია. მე გულისხმობ საერთაშორისო დაფინანსების და ზოგადად ფინანსებთან წვდომის მიმართულებას, ამიტომ ამ კონკურენციიდან, მიგრაციის უკუეფექტიდან გამომდინარე, ყველა მონაცემი აჩვენებდა იმას, რომ ექსპორტი IT სერვისების რის ხარჯზეც იყო ძირითადად გაზრდილი სექტორი მიდიოდა კლებაში.
და აი ეს ასევე საინტერესოა მაინც ამ კანონ პროექტის ნაწილსაც რომ დავუბრუნდეთ თქვენი აზრით რა უნდა შეცვალოს და საერთოდ შეცვლის თუ არა აი ამ სექტორში რაიმეს მათ შორის აი კომპანიების მოზიდვის ნაწილში ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში ანუ რას უნდა დაეხმაროს და რეალურად ალბათ რაღაც დგას ხო ამის უკან ანუ რა სარგებელს შეიძლება რომ ელოდებოდეს მათ შორის აი ქართული ოცნებაც თან რადგან ესე დაჩქარებული წესით განიხილავენ უკვე სარგებელი არის ზუსტად იგივე დიახ ელენე კი ბატონო შეგიძლიათ გვიპასუხოთ კი ისმის თქვენი ხმა ამ კანონ პროექტის ეფექტიც ზუსტად იგივე იქნება რაც იყო საგადასახადო მიმართულებით გადადგმული შეღავათები, გადადგმული ნაბიჯები, საგადასახადო შეღავათების ხრივ და ჩვენ ვნახეთ, რომ 4 წლის შემდეგ ამას ჰქონდა ეფექტი და შემდეგ უკვე წავიდა კლებაში. ანუ აქაც შეიძლება რაღაც პისიერი ეფექტი ამან იქონიოს, მაგრამ ეს არ არის გრადი გრძელვადიანი სტრატეგია. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვხედავთ ამას და IT სექტორი ვერ ხედავს, რომ ამის უკან გრძელვადიანი მდგრადი სტრატეგია ჩანს. პირიქით უფრო მაღალი რისკებია, ვიდრე მანამდე იყო და ამ შემთხვევაში რას გულისხმობთ, ანუ თქვენ უფრო რა განმარტოთ, რა შეიძლება იყოს უფრო მაღალი რისკები ამ შემთხვევაში? დიახ, რისკების ნაწილში იგულისხმება ის, რომ თუ ჩვენ მივიღეთ გაცემული დიდი რაოდენობით ბინადრობის უფლებები, ჩვენ უნდა ვიყოთ დაზღვეული, რომ ეს ნამდვილად მიზნობრივად მოხდება და ამას არ მოყვება უსაფრთხოების ნაწილში სხვა რაიმე ტიპის გართულება. ამაზე იმ ქვეყნებში, სადაც ხორციელდება ასეთი პროგრამები, სრული კონსენსუსი არსებობს სტრუქტურებს შორის, მათ შორის სამართალდამცავ და უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის, სექტორს შორის, კომპანიებს და ბიზნესის ჩართულობაც ძალიან მაღალია და ამ შემთხვევაში ეს კითხვით ინიშნები მინიმუმამდეა დაყვანილი. ჩვენ დღეს რა მოცემულობაც გვაქვს, აქედან ძალიან ბუნდოვანია უსაფრთხოების საკითხი, რამდენად იქნება დაცული და ვინ იქნება რეალური ან შეფარული ადრესატები. და რადგან ძალიან ცოტა დრო გრჩება, თორნიკე აუცილებლად მინდა პატარა კომენტარი გააკეთოთ, რეალურად რა სჭირდება დღეს IT სექტორს და ასევე რა მდგომარეობა არის, მოკლედ თქვენთან აი პატარა შეფასება რო გაგვიკეთოთ ამ ნაწილზეც და დაგემშვიდობებით. დიახ, რეალურად რაც ყველაზე მთავარი და არის და რაზეც დგას IT სექტორი, ეს არის კვალიფიციური ადამიანური კაპიტალი და წვდომა კვალიფიციურ ადამიანურ კაპიტალზე ქართული და მათ შორის საერთაშორისო კომპანიებისთვის რეალურად ეს არ არის მოკლევადაში გადაწყვეტადი ამოცანა, ამას სჭირდება დაგეგმარება, რომელიც იწყება სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან, სხვადასხვა სასწავლო მიმართულებებიდან, მათ შორის საერთაშორისო კადრების მოზიდვაც, მაგრამ არა იმ კვალიფიკაციის, რა კვალიფიკაციაც იყო არის უпростоრეთ განსაზღვრული ამ კანონ პროექტში და რეალურად პრიორიტეტის ადამიანებზე გადატანა, რომლებიც არიან ძალიან ნიჭიერი და მაღალკვალიფიციური ადამიანები და რომლებშიც სურვილი იზრდება და გადინების მაჩვენებელიც სურვილთან ერთად იზრდება საქართველოსთან. ეს არის ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სატრენინგო ბაზების და ადამიანების მომზადების ინფრასტრუქტურის, ესე იგი მომზადების და გადამზადების ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, რაც გრძელვადიან პერიოდში ჩვენ მოგცემს ეფექტს და ეს ეფექტი იქნება განსხვავებული ეკონომიკური ეფექტი, ვიდრე შეიძლება ეს იყოს, ასე ვთქვათ, ბინადრობის უფლებით მიღებული ადამიანებისგან შესული თანხები. მადლობა, სამწუხაროდ მეტი დრო აღარ. მადლობა, თორნიკე, სამწუხაროდ მეტი დრო აღარ გრჩება. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და საინტერესო შეფასებების გაზიარებისთვის.